main component-ი. ეს ამით. Proiect one გინდა მე გამოვა. ეხლა განახებთ როგორ იცვლება, ეს არის big screen-ზე, ეს არის პატარაზე. მოიცა. ერთუთით მანამდე ჯერ ფუნქციონალი ვნახოთ, სანამ რესპონსივობას ვნახავდით. ეს პირველი გვერდი არის, ამას არა უბრალოდ მობრძანდით არის. კი ბატონო, შემდეგი გვერდი ვნახოთ, კი ბატონო, შემდეგი გვერდი. მენიუ არის. აბა ფილტრაცია ვნახოთ, როგორ მუშაობს თუ არა, ფილტრაცია. მაგალითად. No. Yes. აჰა. კი ბატონო. აბა სხვა ფილტრები ვნახოთ კიდე? მაგალითად ესენი. ხო. კი ბატონო, მუშაობს. ეხლა inspect-ი. ეს ჩვეულებრივზე. ეს შედარებით უფრო ტაბლეტზე. აჰა. კარგია. და ეს ტელეფონზე ესე გადადის. კარგია. შეიძლება ძალიან კაი ნამუშევარია. დაამატება, კალათას დაამატებ. ეს სამი ავირჩიე. და კალათაზე არის ესე. აქ განსხვავებული აპდეიტი მაგდება. დიახ. იცვლება ქვემოთ ფასიც. კი, ხედავ. და აი აპდეიტი არის, დამატებაც არის. აბა ამოვიღოთ რომელიმე წავშალოთ. ქვემოთ თუ 0-ზე ჩადის, ხდება. წაშლაც აქედან შეხებ. ძალიან კარგი, კაი ნამუშევარია. კარგი. შენ იცი რა გამახსენე? ლუკა, წინაზე რა დაწყებული ქონდა ხო ეს? დასამთავრებელი ქონდა ხო სია? არტზე მქონდა ცოტა პრობლემები. ქარდზე ქონდა პრობლემები, ხო? ქარდზე ხო აღარ აქვს პრობლემები. და ეს ტელეფონზეც. კი ბატონო. ძალიან კარგია. შენი ნამუშევარია 4-7-ია შემოსული, ხო კიდე? გიორგი. დიახ. შენ ჩათვალე, ხო გიორგი? აი ვარსკვლავი ჩათვალე. მე responsive მქონდა. აჰა, ხო. ხო, გამახსენდა. კაი, ლუკას ძალიან კაი პროექტია, responsive-ობაც შეიძლება თან გაკეთებული და შენც ლუკა გეკუთვნის ვარსკვლავიანი ჩათვლა, აი გადავაკეთე ვარსკვლავიანი ჩათვლაც. ხო, შენ პირობა და მომეცი რომ დავამთავრე responsive-ობაში, ესე იგი, პრობლემები არ გვექნებოდა, ხო? ეგ იყო პრობლემა, ეგ იყო გასაკეთებელი. აბა გამიზიარე. ერთი კითხვა მაქვს. GitHub-ზე ხვალ რო ანუ GitHub-ზე ადრესი და გამომიგზავნე ლინკი, კი, ჩამიგდი აქვე. პრობლემა მქონდა ცოტა და ხვალ რო შევეცადო და ხვალ რო ავტვირთო, პრობლემა ხო არ იქნება. არაფერი, მე გამომიჩნდება მაინც ხოლო ვარიანტში. კაი, აბა გიორგი შენ გაგვიზიარე. კი ბატონო. აი ჩანს ხომ ეკრანი? კი. კი, რაღაც გაიფორმებია. შეგიცვლია რაღაცეები. კი, მოკლედ ის არ მომეწონა რაღაც საერთო ჯამში და საერთოდ გადავაკეთე სრულიად. რა მაგალია. ესე გავაკეთე სანამ responsive-ს განახებთ, ესენიც ქარდები დავამატე, რომელიც ესე მაგალითად საიდან არის ეგ ინფორმაცია? ეს ინფორმაცია Railway-დან Georgia Railway-დან არის. მე მგონი უკვე შენი საიტი ჯობს Railway sites და ჩავანაცვლოთ Railway site. აი შევთავაზოთ. კარგია. ესენს ტერმინალური ოპერატორებით გავაკეთე ეს აიქონები შეიძლება ჩაკეთვა, მოკეცვაზე მაგალითად. კიდევ მაგალითად აი როდესაც ვალიდურია იცი მწვანე წვანეთი აღნიშნავ? ვარა წითლით მაგალითად. და ამ გვერდის responsive ნახოთ ხა. აბა ნახოთ. მოკლედ 350 პიქსელამდე გავაკეთე რომ ყველა გვერდი აბა ნელ-ნელა დააპატარავე. 1024 აქვს პირველი ჯერი. ისო სამი break point-ი მაქვს 1024-ია პირველი აი აქ თქვათ. აბა დააპატარავე ჩამოთი ქვევით. 1024-ზე. ქვევით მაჩვენე ქვევით. ესენი უკვე ერთხელ გადამოვიდა. შვენიერი ძალიან კაია.
ძალიან კაია. და შემდეგი არის 760 აბა მიდი. 768-ზე აქვს. აი, ერთი წამით. მე მგონი ამ გვერდზე 768. მე მგონი აქ არცაა საჭირო ყველაფერი კარგად ეტევა. კი და აი ბოდიშით 500-ზე მაქვს აქ ხო 500-ზე აჰა, მაქვს გადაკეთდა კი, ახლა საჭიროა. კი ბატონო. ყველაფერი ერთმანეთის ქვეშ გადალაგდა. შვენიერი ეს სამი break point-ი მაქვს. ეხლა მაგალითად რო ავირჩიოთ ეს თბილისი, ბათუმი და ნუ სამი მგზავრი. აქვს ეს მაინც table-ი გამოვიყენე, მაგრამ ნუ ისე რავი, დივებითაც შემეძლო. რავი, რაღაც ზაზამ ისე გითხრა, რომ აი რაღაც კაი იქნებაო მაინცო, რომ თუ ყველა ელემენტს არჩება მეტი ელემენტს გამოიყენებ, თუ თქვა table-საც ხო, ეგ კი, ხო, ეგ გასაგებია, რა თქმა უნდა, აჩვენებ რომ შესაძლებლობები გაქვს ამის გამოყენების. მაგრამ აი ნახე ძალიან პატარავდება მე, უკვე აღარ იკითხება რა. იცი რა შეგიძლია გააკეთო? თავიდან იყოს table-ი, მაგრამ 500-ზე რო ჩამოდიხარ, 500-ზე რო ჩამოდიხარ, შეიძლება გააქრო საერთოდ ეს table-ი და უკვე გადახვიდე იმაზე, რა ქვია. დივებზე. აი, ხო, ქარდებად აქციო ეს ყველაფერი. პირველი ქარდი იქნება 812, 808, 804 და ქარდებად იქნება დალაგებული. ოკეი. დაჯავშნი სხილაკიანად რა. ახლა კარგია, ახლა აი ამ დონეზე როცა არის table-ი მშვენივრად მუშაობს და კარგად ჩანს, მაგრამ მე უკვე ის არის, აღარ იკითხება და უბრალოდ აზრი აღარ აქვს, ძალიან პატარავდება ფონტები. ნუ ისიც ხო რაღაც 300 პიქსელი ხო უკვე ტელეფონია დაახლოებით რა. ხო, მაგრამ მაინც უკვე რაღაც იმ დონეზე უნდა იყოს, რომ გარჩევადი იყოს, ძალიან პატარავდება. ეს თვითონ ფონტები ხო იქნება. ხო. არ არის პრობლემა. გადააკეთე 500-ზე გადააკეთე ქარდებად. აბა შემდეგ დაჯავშნა გავაკეთოთ აბა. შემდეგ უკვე ნუ ეს უკვე გადალაგი ეს ინვოისი აგერ არის. კი. მაგრამ აბა შეიტანე ინფორმაციები და ადგილები ვნახოთ. აი, მოდი პირდაპირ ადგილებს. ხო, მატარებელი გაჩით. ეს იმიჯები სხვათა შორის. მაგარია. აქაც grayed out-ია, რომ იმ ადგილს ვერ ავირჩიოთ, რაც უკვე დაჯავშნილია. კი. თქვათ პირველი 4. ესეც თვითონ ეს pop-up-იც responsive-ზე აი ესე მუშაობს უკვე გადადის მერე და 350. მაგარია. ესეც ლაგდება. pop-up-იც responsive-ული ესე. და host listener-ი გამოვიყენე კიდევ escape-ის გათიშულიყო, ეგ მინდოდა და ეგ დააგუგლე სხვათა შორის ეგრე მოვიძიე და აი სხვათა შორის თქვა ავირჩიოთ ნუ ამისთვის 10, ნუ შესაბამისად invoice-იც იქნება, ნუ აქ უბრალოდ ვეავკე. ეს ადგილი რო ავირჩიოთ, თქვა სამის აქაც invoice-ში დაემატა. დაემატა. ბატონო. ადგილი თქვა ისე და აქ თანხმები წესებს ჭირდება და როცა ვალიდური გახდა ეს ღილაკიც შემდეგ აქტიურდება. აქაც responsive მაქვს რომ noise ბოლოს აღარ ეტეოდა და უკვე აი ეს არის და შემდეგ უკვე ქვევით გადადის. კარგია, ძალიან კარგია. invoice ქვევით ჩამოვიდა შვენიერი. აბა გადახდა ვნახოთ. და ბარათის მონაცემები. აჰა, გასაგები. გადახდის შემთხვევაში უკვე ესეთი ეს კი ბატონო მაინც ნუ ეს ამას ვიზავ. რაღაც შევიტანოთ. აქ რილაქსეც თანხა გამოვიდა. აჰა, ოჩა, ძალიან მაგარია. და გადახდა მიცეთ. ნუ ეს ალერტი მაინც დავტოვე უბრალოდ საჩვენებლად. და ნუ ეს გამოვიდა უკვე ბილეთი. აკეთდა ბილეთი. ბილეთი შემოწმება შეგვიძლია თქვა აი თავიდან რომ შევიდეთ თქვა და აბა ნომერი დაიმახსოვრე ბილეთის. დავაკოპიოთ. ბილეთის შემოწმება. კარგი, აბა გავაუქმოთ. აშლილია და ეხლა თავიდან შეამოწმე ხო? ბილეთი არ მოიწებნა. კი ბატონო, ძალიან კაი დამუშავარია.
გიორგი, ძალიან კაი ნამუშევარია, მომეწონა ძალიან კარგად აქვს. ყველაფერი გათვალისწინებული ფაქტია და ეს ერთ-ერთი ისეთი პროექტია, ცოტა რთულისკენ წასული. მე აი ეს კაი პროექტებს, რომელსაც ვაშკლავს უწერ, მე ვაგროვებ და გვინდა რომ ჩვენ სერვერზე გვინდა განვათავსოთ და მე ლინკები ჩვენივე საიტზე დავდოთ და პატარა ინფორმაციასაც ვდებთ ხოლმე სტუდენტის შესახებ. ეს ჩამიგდე, ხო, თანახმა ხო ხარ, რომ განვათავსოთ? რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებაა. ჩამიგდე ის რა ქვია, GitHub-ი ჩამიგდე და პატარა საკუთარ თავზე პატარა ინფორმაცია დაბადები, აი პატარა ერთ აბზაციანი სახელი გვარი დაბადების წელი ვთქვათ, უბრალოდ არგია დაბადება, როდის დაიწყე, რომელი თვემდე სწავლობდი და ამავე დროს რითი ხარ დაწაკმებული, ანუ რა გამოცდილება გაქვს, თუ გაქვს გამოცდილება, თუ არა და ეგეც მიუწერე, თუ სადმე მუშაობ, ან ამ სპეციალობით თუ ხარ დაკავებული სადმე. ეგ მოგწერე და ხო, ამ მომენტისათვის რა მდგომარეობა გაქვს. ხო, ეგ პატარა სახელი ავტობიოგრაფიული მონაცემები მოგვაწოდე და GitHub-ი არ დაგავიწყდეს. კი ბატონო, აუცილებლად გამოგიგზავნით GitHub-ს აუცილებლად. კოგები დამიკავშირდებიან, ახლა გადავეცი უკვე ეს სიადგეს მოთხოვეს და ამზადებენ სერტიფიკატებს და დაგირეკავენ და მე გადმოგცემთ. ბატონო გოჩა, ერთი პატარა რაღაც მინდა გითხრათ, აი თავიდან რომ დავიწყე სწავლა, ჩემ გვარზე იყო პრობლემა, ანუ 20 აშვილად ვეწერე, ანუ ν აკლია წესით 20 ნაშვილი ვარ და მე გადაკეთება მინდოდა რაღაც არ გადამიკეთა და იქნებ სერტიფიკატში ეს რო გაითვალისწინონ თუ პრობლემა იქნება. იცი რა არის, მე არ მეხება უშუალოდ ეს და მარიამს დაურეკე, აი ვინც გეხმიანება ხოლმე, მარიამ იესაშვილი. და ის აუცილებლად მიწერებ მარიამს, აქ შემოდის ხოლმე, ხო, გეხმიანებოდეს ხოლმე მარიამ იესაშვილი. არ მქონია ვერ მოგატყუე. არა, მარიამ იესაშვილი, აი აქ ვერ მიწერო, გიპასუხებს. კი ბატონო, მიწერე აუცილებლად მაშინ და. ხო, და უთხარი, რასაც მე მეუნები მიიგივე. კაი ნამუშევარია ძალიან პოჩახ. ეხლა მაინტერესებს სხვები რა შვებიან? ერთი რაც ვიცი, აი ჯგუფში ლანა გუნიამ მოიწერა, რომ ვერ ვახერხებო სამსახურიდან გამოსვლასო და ვერ შემოვალო და აი ეხლა ამდენჯერ ვეღარ ჩავატარებ მე პრეზენტაციას და ისა რა ქვია. სხვა ელიავა გიორგიმ დაწერა კიდე რომ ანუ მე ის მქონდა პატარა შესასწორებელიო და შევასწორეო და ანუ თიმში გამოგზავნა ლინკი ატვირთა, მაგრამ GitHub-ზე ვერავ ვიტრანსფერით გამოგზავნა. ეგ ვნახე ელიავას ის ვნახე რა ქვია, წერილი მონაწერი ვნახე. ხო. სხვები არა, ხო? ხო, აი სხვები ვერ მიიღებენ იმას სერტიფიკატს რა. სამწუხაროდ უკვე ორჯერ გადავდეთ, მეორეჯერ ჩავიტარეთ და რა ვიცი, აბა. ყველანაირად თქვენ სხვისა ვარ. ხო. კარგით, რა ვიცი, აბა დაველოდოთ კიდე თუ აზრი არა აქვს. მე მგონი აზრი არა აქვს. ეხლა შემოვიდოდე. ოშტმაში შენ თუ გიქნა კომუნიკაცია მათთან ვინმესთან ან თუ გაქვს სხვა არხებით საშუალება თუ გამოაგზავნიან GitHub-ს, სანამ დაიბეჭდება ეს სერტიფიკატები, მანამდე მე მაინც დამატებით გადავცემ მაშინ მენეჯერებს გვარებს თუ ნორმალური პროექტი გამომიგზავნეს GitHub-ზე. ამას მეც დავწერე აქვე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამწუხაროა რა, ეხლა ამდენი ხალხი, რამდენი გამოგჭა უკვე ნახეთ, ციკლაური პაპაშვილი, მამადაშვილი, გუჩუა, გუნია. ამარა ავტომატ. ბევრი ვერ აიღებს სერტიფიკატს, მაინც იცოდნენ. კარგით, მაშინ და რა ვიცი, დღეს ამით დავამთავროთ, ძალიან მომეწონა ორივეს პროექტი. ლუკასაც კაი პროექტი ჰქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ გიორგის განსაკუთრებულად ის იყო სრულფასოვნად ნაფიქრი და ბოლომდე ისა ხინჯი არ ჰქონდა. ფაქტობრივად ამ პროექტები უკვე შეიძლება ვთქვათ, ეს სადმე რომ მუშაობდე, ეს პირდაპირ შესაძლებელია რომ აწიო პირდაპირ პროდაქშენზე რა. ამაზე მეტი პრინციპში არ კეთდება ახლა იმაში კომპანიებში რაც ახლა გააკეთებ. ძალიან კაი ნამუშევარია. კარგი, დაგიფშვიდობებით მაშინ ხალხო და რა ვიცი, გადაეცით რომ თუ გამოგზავნიან 2-3 დღეში კი ბატონო გავცემთ სერტიფიკატს თუ არა და დარჩებიან სერტიფიკატის გარეშე.
ბატონო გოჩა, კიდე რაღაც მასალების გამოგზავნა საპირებთ ხომ გონი კი. გამოცდები. სულ უნდა აი ხა ორივეს ვისაც ვარსკვლავიანი ჩათვლები გაიკეთეთ. პრინციპში ორივე ახართ. ორივე გამოგიგზავნით მასალებს, მარიამს ვეთქვი და მარიამი გამოგიგზავნა, აქვე ჩაგიგდებთ მასალებს სერტიფორტის გამოცდებთან დაკავშირებით. ეს ტესტები, რასაც გამოგიგზავნით, პასუხებიც მოყვება. მაგრამ პასუხებს არ ჩახედოთ, ისე გააკეთეთ ხოლმე რა, შეეცადეთ. წაივარჯიშეთ და მე მსგავსი რაღაცები მოვა უშუალოდ გამოცდაზე. მსგავსი რაღაც ზუსტად ერთ-იგივე არ იქნება, მაგრამ ძალიან მსგავსი თემები იქნება იქაც, რასაც თუმცა გახვალთ სერტიფორტის გამოცდაზე. მარიამს ვეთქვი და ჩავგდებს აქ. არის ხო გსურთ ორივეს ლუკა? კი, შევეცდე, კი გავა. ხო. უფასოდ შეგეძლება, ჩვენ ნაყიდი გვაქვს ფიარსონიდან ეს უფლება და გამოცდა დაახლოებით როდის არის? ამას ჩავნიშნავთ, პერიოდულად ვაცხადებთ ხოლმე გამოცდებს და შეგატყობინებენ მე, როცა კი დაიგეგმება გამოცდები. 2 თვის განმავლობაში მოხდება ეს რა. წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ გვაქვს ხოლმე. კარგით ხალხო და დაგემშვიდობებით. აბა კარგად წარმატებები, კარგად.